მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, ბევრი რო არ ვილაპარაკო. ყოველთვის ჩემი ბუმერანგები არის და რიტუალები ძლიერი, იმიტომ რომ ზუსტად ისე ვმუშაობ, როგორც საჭიროა, გულით ვმუშაობ ჩემი გამომწერებისთვის. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ არ რეზონირდება ისე თქვენზე. ჩემი არხის, ვიდეოების გადმოქაჩვა არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ რიტუალებს უნდა უყუროთ და გაშლებს ჩემს არხზე, მხოლოდ უნდა შეხვიდეთ, არის კითხვები და იმიტომ გეუბნებით. აქ არის სერიოზული თემა. ბევრს არ ვიტყვი, რომ ესე იგი მტრებს არ სძინავთ. უბრალოდ მე ქართულად აგიხსნით, რაზეა ძირითადად ლაპარაკი. აქ არის შუაში თეთრი სანთლები, მარჯვენა მხარეს მოდის ერთი მტერი და მარცხენა მხრიდან მოდის მეორე მტერი. ესე იგი, იმდენად მეჭიდავებოდნენ, რომ ძირები სულ დატყდა. ესე იგი, რომ ამზადებდი უკვე ხო რუნებზე ვერ გაუძლო და დაიფშნა, მტერი უკვე დაიფშნა, გატყდა და ასე შემდეგ. აი როგორი თემაა რა. აი ესეთი თემაა, უყურეთ? აი ესეა. მიხდით ხო? აი ესეთი თემაა. აი ნახეთ. აი ესეთი თემაა. რაც გვისურვეს მტრებმა მე თქვენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენ შვილებს, ხო? მოკლედ ასეთი თემაა, ვინც ესე იგი პატივს არ ვცემენ, ვინც მაიმუნობენ, ვინც ესე იგი გამოცდილ ცდებს ატარებენ თქვენს ცხოვრებაზე, ხო? ჯადოობენ თქვენზე, ვინც გწყევლიან, ვინც ესე იგი თქვენ და თქვენს ახლობლებს ვინც ესე იგი აი ამ ყველა სიბოროტის გამომძერწვავი იყო, ვინც მასტერი იყო, ასე რომ ვთქვათ, მასტერი იყო აი ამ ყველა ბოროტული საქმის, ხო? აი ეს ყველაფერი აბრატკა წაუვა, ქარს გავატანთ, აი ქარის სიჩქარისნაირად, არნახული სისწრაფით, მოკლედ ყველა მტერს, ცნობილს და არაცნობილს, თქვენ მაგაზე არ ენერგიულობთ, თვითონ მოძებნის, დაეწევა, მე ხა ლოცვა რომ უნდა წავიკითხო, აი ეს აზრია, დაეწევა ამ მტრებს და ესე იგი იმათ გადასცემს აი ამ ყველაფერს, მე და თქვენ მოვიხსნით, მოგხსნის და იმათ წაუღებს და იმათ გადასცემს. ყველა იმ ბოროტებას, რაც ესე იგი ჩაიდინეს და ვინც იყო თავი პირველი და შემსრულებელი აი ამ იდეოლოგი მოკლედ რა და დამკვეთიც იქნება და იდეოლოგიც შევეხები ასევე კალდუნებს, შევეხები ვეძმებს, ვეძმა საერთოდ არ არის ცუდი სიტყვა, ხო? ეხლა მეც რუსულად ვეძმა ვარ, ასე გამოდის, მაგრამ ვინც დაარღვია კანონები, ვინც ესე იგი ყველაფერს აღარ ჩერდება, მიხვდით ხო? მიდი და ჭამენ თქვენ ენერგიებს, მიხვდით ხო თემა რაზეა, თქვენი შვილების ენერგიებს, თქვენი ახლობლების ენერგიებს, აი მართლა რომ უსაქმურები რო არიან, ხო ხდებით არა? და ეხლა მე ისეთ აბრატკას გავუშვებ, რომ დაასაქმებს, მიხვდით ხო ეს თვითონ ვინც საჭიროა და რაც საჭიროა. აქ ჩემი სანთელი უკვე საშინელ დღეშია. მე აქ გავააქტიურებ რიტუალს, რუნები გააქტიურებულია, მაგრამ კიდევ ააქტიურებ თქვენთან ერთად, მეგობრებო. დღეს მე ასანთი არ ვიხმარე, იმიტომ რომ მინდა რომ ყველანაირად ბუნებრივად, ისედაც ბუნებრივია, მაგრამ ესეა საჭირო. ცოტა ხანი დრო დაჭირდება გააქტიურებას. მანამდე მე აგიხსნით ეს პირველი ლოცვა და მეორე ლოცვასაც აგიხსნით, მეგობრებო, გავააქტიურო და აგიხსნით მეორე ლოცვის აზრსაც. მიხვდით ხო, აქედანა და იქედან რატოა შემოხვეული და რას ნიშნავს, ხო, თემა. აქ ისეთი
ბუმერანგი წავა, რომ აი მართლა გეუნებით რა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან, აი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან. არ მინდა შემოვატრიალო, ისე მინდა გავააქტიურო, სწორად მინდა გავააქტიურო, მიხვდით ხო? აი უკვე დაიწყეს მუშაობა. ეხლა მე ხო ამაზე წაკითხული მაქვს რაღაცეები და ეს უკვე დატვირთულია. და ეხლა რომ დავიწყებ კიდე, ხო? უფრო დაიტვირთება. ნახეთ როგორ ჩამოდის უკვე, ჩამოდის გველი ჩამოდის. ცოტა ხანი ესე იმუშაოს და როგორც ვიცი ხოლმე მე განახევთ სწორად რომ დაიწყოს, ხო? მეორე თემა არის, ესე იგი, მტერს გზებს გადავუჭრი, მის ესე იგი მახსოვრობას შევწყვიტავ, ან შევასუსტებ, აი საერთოდ წავშლი მის მახსოვრობას, რომ ესე იგი ჩემზე აღარ იფიქროს, ხო ხვდები? აი, ანუ ეხა ერთი მიყურებთ, ხო? ვიდეოს რო ჩართავ, ხო ერთი მიყურებ, აი მაგას ვამბობ. და ყველაფერი ზლო, ანუ სიბოროტე, მას უკან ვუბრუნებ, აი ესეთი აზრია. და თუ კიდე დაიწყებს ჩემს გაფუჭებას, ჩემს ესე იგი დამაზიანებს, ჩემს დაზიანებას თუ კიდე ეცდება და დაიწყებს, მაშინ თვითონ თავის ბედს ესე იგი როგორ დააზიანებს, გადატეხავს და გაიფუჭებს. აი გაფუჭება კიდე ადვილი სიტყვაა. ნახეთ, უკვე დაიწყო და გადასარევი, ნახეთ, ხედავთ ხო? გადასარევი. მოკლედ მე ახლა ცოტა ჩუმად წავიკითხავ, სადაც ვიტყვი სახელს, იტყვით ხო, ყურადღებით. მთელი ჩაიფიქრეთ თქვენი აქეთა მხრიდანაც ერთი მტერი და მეორე მტერი აქეთა მხრიდან. მიხვდით ხო? და შუაში ესე იგი ასევე იქნება კალდუნები, ხო გითხარით, კალდუნიები, ვინც ჯადოქრობენ და ყველანაირ ესე იგი იმას არღვევენ, კანონს არღვევენ რა. აი ნახეთ როგორ ჩამოდის. უკვე წამოვიდა, ეს არის ნეკრომიწებებები, საფლავებზე რომ მუშაობენ და ასე შემდეგ. ამას მე გავააქტიურებ აი ამ თეთრს. კარგით, დავიწყებ. სახელი თქვენი? სახელი თქვენი? თქვენი შვილების ან ახლობლების სახელები ოჯახებში რო უფრო რო გყავთ და სახელით. დაიწყო გადასარევად მუშაობს. ნახეთ როგორ მუშაობს. ხახლა უყურეთ რეებია, ძალიან კარგი, აი ძალიან კარგი. ვიწყებ კიდე. სანთელს უყურეთ. თქვენი სახელი. თქვენი სახელი. თქვენი სახელი. თქვენი ახლობლების ან შვილების სახელი. ნახეთ რა კარგად მუშაობს, ნახეთ. ნუ ეხლა აქ კიდე მე რა ჩავაქსოვე კალდუნებზე და
კალდუნიებზე და ვეძმებზე აღარ ბოროტ ვეძმებზე აღარ ვამბობ რომ მტერს არ ძინავს მიხვდით ხო მე ზიან და თქვენ ენერგიებს ჭამენ ეხლა თვითონ ჩაიკეტებათ ყველაფერი მიხვდით ხო აი ამ გამოცდა გამოცდებით მოდი აბა ეს ვცადო აი იმას გამოიჭერენ ადამიანს მოდი ეხლა აბა იმას ენერგეტიკას შეუჭამო მიხვდით ხო აი ესეთი თემაა რა ჩემზეც ცადეს ერთმა ვითომ გადაკიდება უნდოდა მაგრამ ვერ მივართვი ჩემ ენერგიებს ვერავინ ვერ შეჭამთ ხალხო ჩემი ენერგიები რო შეჭამოთ ხო მოკვდებით ვერ გაუძლებთ ვერა იმიტომ რომ მედალს მარტო ერთი მხარე არ აქვს მეორე მხარეც აქვს და ამაზე დაფიქრდით გაფრთხილებთ გავაგრძელე თქვენი სახელი თქვენი სახელი თქვენი სახელი თქვენი ახლობლების ან შვილების კარგით, ეხლა მეორეზე გადავალ, სანამ გადავალ მეორეზე, გაჩვენებთ, აი უყურეთ ეს უკან. ესე იგი, ჩემი მხრიდან მარჯვენა, თქვენი მხრიდან ესე რომ მედგეთ, მარცხენა მხარე. წარსულიდან მოდის. უყურეთ როგორი პრივასკებია. ნახეთ უკვე კრადნიკები, ენერგო, ნახეთ გულმკერდზე იღლიებიდან დაწყებული უკვე გწოვენ დაბლა. აი აქედანაც, აქ თავშივე დაიწყო, თავზეც გიკეთებენ, თავზე უყურეთ. ჩხლეტები თან აქ ახლა მე ვხედავ იმას აკეთებენ რა ქვია ან კუკლა ვუდა ან ვოლტი აქ ესეც მყავს შეყვანილი აბსოლუტურად ყველანაირი ვოლტი ყველანაირი ვუდუ და ასე შემდეგ ისა ანულირდება ამ რიტუალს ჩემზე ვერ გამოიყენებთ დაბლოკილია და უარესად მოგივათ თუ ეცდებით და კიდე ვიტყვი რომ ესე იგი აი ხელი მოვკიდე მაგრამ არა უშავს კიდე ვიტყვი რომ ესე იგი თვითონ თავს გამოიჩენს ის დაცვები აღარ ექნება რაც უნდა კონდეს ვინც ეხმარება ეს შავი ძალები შავი და ბნელი ძალები აი ნახეთ როგორაა ჩამოკიდული პრისოსკები ხედავთ აი ეს ძალები ვეღარ დაეხმარებიან მიხვდით ხო აი საერთოდ როგორი იცი აი სიფრიფანასავით ისინი გახდებიან მათი აურა რა თხელი აი ეს გამჭვირვალე ხო ხდებით არა ხა დავიწყებ მეორე აქეთაზე კითხვას და წამოვიდა აქედანაც ამას დავიწყებ და ამ თეთრსაც გავააქტიურებ წამოვიდა თქვენი მხრიდან მარჯვნივ ჩემი მხრიდან აქეთ მარცხენაა სახელი მტერის და როგო მიდით თქვით ხო რაგუ ну ქართულად რუსულად ჩუმა წავიკითხავ ჯობია ეხა მაინც ხო რა ხო გადაგითარგმნეთ და კონკრეტული სიტყვებს ჩავსვავ მიხვდით ხო ეს ფანჯარა ვერ დავხურე მეტად არ შეიძლება ამ დროს უნდა იყოს ამ ჯერ ისა სხვა ფორტოჩკა დავტოვე იმიტომ რომ უნდა იყოს ღია ნახეთ როგორ წამოვიდა ვერ გაუძლო რას გაუძლოს აქეთ მხარემაც დაიწყო და მე ხა გავააქტიურებ აი ამ თეთრს აი ამ თეთრს უყურეთ აი ამ თეთრს შემოხვეული რო აი აქ და დავიწყე მტერის სახელი ნახეთ დაიწყო რა ცეცხლია თქვენი სახელი აქ მარტო თქვენი სახელი
ტრის სახელი. თქვენი სახელი. ტერის სახელი. თქვენი სახელი. კარგით, ახლა შევისვენოთ რა, ვაცადოთ ესა. მოკლედ აქ ჩამოდის ყველაფერი, აქ ნახეთ როგორი მიწებებია, აქ არის უყურეთ რა ქვია, თავია, აი აქ არის თავი, აი აქ ცხვირი, აქ არის უკვე აი ვეძმა გამოჩნდა, კალდუნია, ბაბკას რო ვიძახი ხოლმე, აი ვინც მუშაობს, მიხვდით ხო, აი აქ პირდაპირ ფეხებზე და აქ ეხლა მე ისეთი ჩხვლეტებს ვგრძნობ, აქ უკვე აი ეხლაც მუშაობენ ვოლტზე მუშაობენ თქვენზე ვოლტზე. ნახეთ, ხან თავში გირტყავენ, ხან მარჯვენა ყურის უკან. ადრე მარცხნივ იყო, ეხა მარჯვნივ დაიწყეს, მარცხენა მხარი, უკან კეფა, მიხვდით ხო? აი აქაც უყურეთ, აქ თავიდანვეა, აი თავის ჩაკრებზე, სულ ნახეთ როგორი შეერთება, მიერთება, მოწებებულია. აქ უყურეთ შავი გული დაბლა, ხედავთ? აი ესაა შავი გული, ესე იგი შავ ქათამზეა გაკეთებული, მაგიაში სპეციალურად არის ესე, გამოიყვანენ შავ ძაღლებს, შავ კატებს, ის კატა არა რომ დარბის ხოლმე შავი კატა სხვანაირია და ამაზე მსხვერპლ შეწირულებს აკეთებენ. აქ არის შავი პრივაროტი, აქ არის მიცვალებულზე მიბმა, არა მარტო მიბმა, აქ არის დანიშვნა, რომ ქალისაც და კაცის. ესე იგი არა მარტო ცოლ-ქმარს როგორც ნიშნავენ, აი გადაგცემენ და всё, აი ვინჩანია მიდის რა, დანიშვნა მიდის რა, დანიშვნა მიხვდით ხო? აჰა, აი აქეთაც უყურეთ, აი აქაც ნახეთ როგორ ზის, აი ეს, აი ხედავთ ხო? აი ეს როგორ ზის აქეთ ნახეთ, ესე იგი მელოტი თავი აქვს. აქ უკვე სულშნასწებია ჩონჩხებზე, საფლავებზე, აი აქ ხელები ნახეთ, თან აქ ხელზე ქონდათ დაცვა, აქ უკვე ეტყობათ, აი აქაც უყურეთ, აი ეს ჩამოვიდა, ღორი და ღორი, ანუ ღორს გიგდებენ რა, რომ ჯადუა ეს არის ყველანაირი, აი ძალიან ბოდიში და აი როლპება რაღაც, აი ისეთი სიტუაციაა, მიხვდით ხო? აი ნახეთ, უყურეთ რეებია. ნახეთ, ძალიან კარგად მუშაობს, აი ძალიან კარგად. აქ არის აი ესა კუკლა გამოჩნდა, კუკლა. აქ არა მარტო ვოლტი, აქ კუკლა არის, ესე იგი შეიძლება პლასტელინიდან, რაღაცა ცომიდან, აჰა, აი ესთან თოჯინა უდევს ვიღაცას და ვარჯიშობს, მიხვდით ხო? აი ახლა ისე ვავარჯიშებ მე ამით, რომ აი ნუ რა ვიცი რა, აღარ გამოუვა საქმე, არანაირი საქმე აღარ გამოუვა. ვინც ჭამდა ჩემს და თქვენ ენერგიებს, ხო? აი მე მაქვს რიტუალი სანთლებს რო ვაბრუნებ შავებს ამობრუნებელს რო ესეთი სათაურია მგონი რით ვეღარ გაიგეთ რომ უნდა გაჩერდეთ ხო მტრებო აი უყურეთ იგივე ვარიანტია აქაც რით ვერ გაიგეთ რომ უნდა გაჩერდეთ თქვენი მომავლის თქვენი შვილების პატარები ყავთ ცოტა დიდი ბიჭები გოგოები ყავთ არ გეშინიათ ხალხნო არა აი აქ თქვენ ენერგიაზე ცდილობენ ესე იგი აქ როგორ არის იცი რომ მუშაობს შავი რომ მუშაობს შავ საქმეზე მერე უნდა წავიდეს და ეს მოიშოროს ხო და ეხლა ჩემ რიტუალებზე ვერ გაიწმინდება დაბლოკილი მაგ არი მოქმედებს სინჯეს რამოდენიმეჯერ მაგრამ მიხვდნენ რომ არი მოქმედეს და თან იმ ამად გონია მე ვერ ვგებულობ ვინა ხალხნო მე რო ჩუმად ვარ აი მაშინ ვარ საშიში იცოდეთ უფრო და ნახეთ წკაპ აი მართალს ვამბობ თან ჩართვების მეც სპეციალურად ჩავრთე რომ დიაგნოსტიკაზე რომ
თან მეც დავწმუნდი რომ ის იყო თუ არა ზუსტად აი როგორი სულელი გოგოები და ბიჭები ხართ აი ვინც ხართ ხო მიხვდებით თქვენ რა გონიათ მე ვერ ხვდები ვინ მიზის წინ და დიაგნოსტიკას ვის ვუკეთებ ხა აი როგორ ფიქრობთ ახლა მე ესეთი უცოდინარი ესეთი ტვინგამოცლილი ვარ რომ მე არ ვიცი სად როგორ დავჯდე და სად როგორ ჩავრთო ხალხნო ცოტა დაფიქრდით რა მაგრამ ვინ მოგცათ მაგისი ტვინი სატანას მიყიდეთ სულები აჰა ნახეთ ეს ახალგაზრდა გოგო ბიჭები მოკლედ დაჯდებიან და იქ ხან იმას წიგნებიდან ამ წიგნებიდან ზოგი სიკვდილს გამოიძახებს თავისთვის მე სიკვდილი თურმე აღარ უნდა და ეხა სხვა საფუჭებს გაიგე ესე იგი ხა სხვა არის დამნაშავე არა და აქ ყველა ის ხალხია ვინც მართლა თვითონ არიან დამნაშავე და მე და თქვენ ყველა ვართ ჩემი გამომწერები მართლა უდანაშაულო დამნაშავეები ამათ ეხლა გამოვდივართ და აი ეხლა ხო ესენი გახდებიან დამნაშავე დანაშაულის მქონე ხალხი არა ადამიანები მე ამათ ხალხს ვერ დავარქვე ნახეთ როგორ ჩამოდის აი ყველანაირად გაჩვენებთ აი უყურეთ დაიწყო კარგად დაიწყო მეგობრებო აქ მე ხა ყბა ჩამეკეტა აქ მიცვალებულზე კონკრეტულად მიცვალებულზე და აქ არის არა მარტო დემონები ბესები აი ბეს რო ჩაგისახლებენ რო ესე იგი აგრესია სიგიჟე ფსიქოპატობა სუიციდი სიკვდილი აი რო უცებ მოგაწובה რაღაცა და გაგიჟდები და რო აი არიცი რა ქნა და შეიძლება მაგ დროს მართლა გააფრინო ადამიანმა ან გაიქცე აი რაღაცა თავს უშველო აი ესეთი რაღაცა აქ ბევრია კიდე რომ აი მესამე ჩაკრა სოლო ეს მზის წნული ეკეტება მე მაგ ეს ჩაკრები გაიწმინდეთ ხალხნო არის ყველა ჩაკრები და გაიწმინდეთ ყველანაირი რიტუალი მაქვს რომ მეუბნებით ყველანაირი ეხა ამას რო დავამთავრებ მე ვისაუბრებ კიდე თხოვეს უკვე ერთის გულისთვის ვერ ჩავწერ ხოლმე რიტუალს არ გეწყინოთ ენერგიები მე უნდა შევინახო და მაგას მერჩევნია მე თვითონ რომ მეტყვიან მე ჩავწერო და ის რიტუალი რაც მთხოვეთ ბევრ მომთხოვეთ იმაზე წყევლაზე და საგვარეულო იმაზე წინაპრული იმას მე უკვე დიდი ხანია ვამზადებ ესეც მე მოვამზადე უცებ არ ხდება ეს სანთლები რამდენი ხანია მე გაკეთებული მაქვს და თვითონ ეხლა შემოვიყვანე და მითხრეს რომ დღეს ნინია უნდა ჩაატარო ესე ამიყვანეს მუშაობდი მადლობა მართლა ვინც ესე კარგები ხართ ისეთ კარგ კომენტარებს წერთ ხოლმე და თხოვნა მექნება ძველო გამომწერებო და ახლებოც ძალიან ბევრ ტექსტებს ნუ დაწერთ მაბლოკინე ის მწერს რა ქვია YouTube-ი რომ უნდა წაშალო და მე არ გეწყინოთ მოკლედ დაწერეთ ხოლმე არ უნდა აქ ბევრის დაწერა მიხვდით ხო მოკლედ დაწერეთ მაგ მოკლედ სიტყვებსაც წაიკითხავს სამყარო ეხა რომ უკვე აქ მოიწონეთ უკვე ვიდეო იმიტომ რომ ბევრი ნახვები მაქვს ძალიან გამომწერების გარეშეც იმათ რა თქმა უნდა არ რეზონირდება იმაზე არანაირი რიტუალი იმიტომ რომ მე ვარ აი არანაირი ხო ხედავთ არანაირი რიტუალი არ რეზონირდება სანთლებმაც გითხრეს მე ვარ ავტორი ამ ყველა ჩემი არხზე რაც არის რიტუალები და მე განვაგებ მიხვდით ხო და თუ გაიგებთ რამოდენიმე სცადა მაგრამ არ გამოვიდა მიხვდა და დაანება თავი მერე და გამოიწერა მერე არხი მაგრამ არ აღმოჩნდა ნორმალური ადამიანი და დაიბლოკა ხო კიდე რისი თქმა მინდა მადლობა იმისთვის რომ ესე იგი ესე მართლა ბევრია უკვე ხედავ რომ აი ადრე გცხვენოდათ და ეხა სირცხვილი ის არის რომ დაჯდები და ვერაფერს ვერ გააკეთებ და რომ შეგჭამს მტერი და აი ესენი ეხა რაც აქ ჩამოდის აი ესენი თქვენზე როა დახვეული ხო აი სულები მკვდარი სულები ესე იგი მიუსაფარი და არანაკურთხი თუ როგორ ამბობენ სულები მიხვდით ხო ნიუპაკოინიე რა სულები აი ესეთებმა რომ შეგჭამონ ეგ გინდათ არა აი ეს კარგია რომ დაიწყეთ ცხოვრების მოსწორება მეგობრებო აქ ტელეფონით არის SMS-ებით ზარით არის შეშვებული პორჩა მეუბნებიან
აქ მეუბნებიან კიდე რომ ვიღაცა ძალიან გააქტიურდა, ან უკვე ეხლა შეიძლება დაიწყოს გააქტიურება უცხო ნომრებმა, ხედავ, არ უპასუხოთ, ამ წუთში ბევრზე მიდის ზემოქმედება, ამ წუთში მიდის, აი ამ წუთშიც მიდის ზემოქმედება, იმიტომ რომ მე ხო გრძნობ ჩემ ტანზე. ხო და ეს უტინო მტრები, მე ვინც მებრძვით ხალხო, თავები არ გეცოდებათ? არ გეცოდებათ თავები? მე ხალხს სიკეთეს უკეთებ მარტო აი რამდენ გამომწერებო მიხვდით ახლა ხო რამდენს არ სიამოვნებს ნინია რომ აი ესე წმენდებს აკეთებს და ესე მტრებს გაშორებთ ხო თვითონ არიან შაოსნები თვითონ არიან შავპირიანები თვითონ დადიან საფლავებზე თვითონ აკეთებენ ასე თვითონ ასეთ და ჩვენ გვაბრალებენ მერე მიხვდით ხო და მე ეს ნამდვილად არ მაწუხებს თქვენი არც საფლავზე რაღაცა დანთებული არც კუკლაზე გარჭობილი მე ჩემზე არ მოქმედებს უბრალოდ მე რეზონირება მაქვს ყველაფრის და ეგრევე ვხვდები ვინ რას აკეთებს და თქვენი თავები თუ არ გეცოდებათ თქვენი შვილები პატარები გეყოლებათ შვილიშვილები შეიცოდეთ ხალხო ბუმერანგები მიდის იმათზე მიდის და რატო უფუჭებთ სიცოცხლეს და რატო უფუჭებთ მომავალს ამაზე მაინც დაფიქრდით აი კიდე მე მაქვს თქვენთან თხოვნა რა და დააყენეთ ყველამ ერთი ადგილი რა აცადეთ ადამიანებს იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით კიდე გეუბნებით რომ ჩემთან ბრძოლას არც გირჩევთ და არც გამოგივათ ხო ნახო ხედავთ რამდენი ხანი იბრძვით და რა დაიჭირეთ ხელში უარესობა ხო დამანებეთ ხალხო თავის შემეშვით მაცადეთ ნუ გშურთ დადექით თქვენც იმუშავეთ ხართ ჩემი მტრებიც და ჩემი გამომწერების მტრებზეც ვამბობ ხართ შრომის უნარიანები ხელები გაქვთ ფეხები გაქვთ თავი გაქვთ ენა გაქვთ თვალები გაქვთ ადექით და იმუშავეთ და თქვენც გექნებათ შემოსავალი თქვენც გექნებათ თქვენი ბიზნესი რატო მაინც და მაინც გვებრძვით რატო რა გინდათ ვერ გავიგე მაგრამ ბოროტები ხართ თქვენ ხართ სატანის მოციქულები და აი აქ ხართ ეხლა აი აქ აი ვინც არ გაჩერდებით და ვინც ტაროლოგებთან და მკითხავებთან დარბი ხართ და ასე შემდეგ მიხვდით ხო ხო და გოგოებო მინდა მოგმართოთ ორმა და ერთი ხუთმა მომწერა მე აქ კომენტარებში არ მინდა რა ნამდვილად წენის გარეშე ეგრევე წავშალე მე არანაირად არავის არ უპასუხებ აი ეს ტარო შეიძლება რომ ან იმაზე გაიშალოს ან ესე იცით რა არის თუ გინდათ ჩაეწერეთ დიაგნოსტიკაზე და გეტყვით ყველაფერს და მე არა ვარ ვალდებული აი ესე ჰაერში ვისროლო თუნდაც ჩემი სიტყვები თუნდაც კომენტარში მე არა მაქვს მაგის დრო მიხვდით ხო მე აქ ის არ გეგონოთ რა რაღაცა და ვიღაცა ცოტა დაფიქრდით ვისწერთ რომ ესე შეიძლება და ისე შეიძლება ჩაეწერე მიგიღებ ადამიანურად და დაგაკვალიანებ არა და მე აქ არავის არ გავცემ ზედმეტად პასუხს ეს რას ნიშნავს ეს ესე შეიძლება ის ისე შეიძლება არ შეიძლება არ ვიცი და დამანებე თავი მე აქ საქმეს ვაკეთებ და მე არა მაქვს იმისი დრო რომ იქ წერო რაღაცა ეს ცანცარული გამოხტომებზე ისინი რა არა მაქვს მაგის დრო მე ნამდვილად ხო ხედავთ მე რითი ვარ დაკავებული არა რომ ადამიანებს გამოუსწორო ცხოვრება და ამაშიც მიშლიან ხელს დღემდე მებრძვიან დღემდე აი დაუფიქრდით რომ ხალხს რო აფუჭებთ ხალხო დაუფიქრდით რომ რას აკეთებთ დალევენ მოწევენ ეს გოგოებიც არიან და ბიჭებიც და მიდი უკვე ვეღარ გრძნობენ რას აკეთებენ და რა როლებში შედიან მიხვდით ხო და ეხლა მე ხო ყველაფერს ხედავ ხახნო და გრძნობ თქვენ მე მართლა სულელი ხო არ გონივართ რო არ გეხმიანებით და რო არ ვაქტიურობ ვინ თქვენ როგორ უნდა შემოგეხმიანოთ აი საერთოდ ან ჩემმა გამომწერებმა ცოტა დააყენეთ ერთი ადგილი დააყენეთ მართლა თქვენ ხართ ბოროტები თქვენ აფუჭებთ ყველას თქვენ ხართ შურიანები დაბადებიდან და ჩემნაირ და ჩემ გამომწერებისნაირ ვინც ნორმალური გამომწერი მყავს მე ვინც არა იბლოკება რა ვქნა ეს აქ არ მჭირდება მე სიცანცარე და არასერიოზულობა ეს რა ქვია არც მაქვს მაგის დრო აქ ჩემი გამომწერებისთვისაც ვშრომობ მე ხო და აი ეგეც კი გშურთ, აი ეგეც კი არ გსიამოვნებთ, რომ ნინია ეხმარება ხალხს, მიხვდით ხო?
ცოცხალი ვარ, ცოცხალი, არ ინერვიულოთ, აგერ ვზივარ კადრში. და იცით ვისაც ვამბობ, ხო? ცოცხალი ვარ, ახლა ხო ხედავთ. და გაჩერდით რა თქვენ შვილ, იცით რატო ვამბობ, აი თქვენ შვილებს უბრუნდებათ პირდაპირ ერთ-ერთში, ხახნო, ჩემი შეხება როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება თქვენ კიდე აზზე არ ახართ ვის უპირისპირდებით ხოლმე? გამგები გაიგებს თუ არა და უკვე მეც აღარ გავჩერდები. მე რატო უნდა ვჭამო თქვენი სისხლი, რატო უნდა მომეწამლოს და რატო უნდა ვჭამო თქვენი ნეგატივი. ჩემ გამომწერებს რატო უნდა მოეწამლოთ სისხლი და რატო უნდა ჭამონ თქვენი გამოგზავნილი ნეგატივი. ჩემი გამომწერების მტრებს ვეუბნები, მიხვდით ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ვის მოეწონება ნინია ესეთ საქმეებს რო აკეთებს, თან ძლიერს უძლიერეს. ნახეთ მეგობრებო, აი ესე, ნახეთ, აი ესე ნახეთ როგორი სულებია აქ, ნახეთ აი ეს ყველაფერი, აი ეხლა აქ ამ რიტუალის მერე მეგობრებო, ვინც არ გაიგებს და არ გაჩერდება, აი უყურეთ აქ, უყურეთ ჩაეხუტება, აი ეს ჩაეხუტება თქვენ რო გამოგიგზავნეს. აი ეს მოხრილი როა. აი კიდე გული იყო და აქ არის ორი ცალი კალცოს რო ეძახიან. აი კალცო მართლა ის რო არის საქორწილო კალცოები, ხო? ბეჭედი უფრო ეს არის, ხო? აი ეს კალცო წვრილი. ოქროსის რო უკეთებენ ხომ რომ ნიშნავენ პატარ წელს. აი აქ არის მიბმა, მკვდარზე მიბმა. აქ გოგოზეც არის, ბიჭზეც, მაგრამ ნახეთ აი როგორ ჩამოვიდა, ხედავთ? მოიცადე განახოთ, აი ეხა წავიდა, არ მინდა გადმოთ. აი ეს, ნახეთ, უკანალი ბოდიში, სული დემონი და ბესია ეს. აი როგორ წავიდა, ჩამოვიდა. მაგრამ აქ უკან ნახეთ როგორ არის გოგოებო ბიჭებო, ნახეთ, აი ეს უნდა იმას ავქნა მე არ მომწონს. მივეხმარო ეხა მე ამას. ხო, აი აქ მაქვს მე ეს წმინდანის სანთელი და ამას გამოვიყენებ. ცოტა მივეხმარები. მართლა ამოხვედით რა თავში და რა ვიყელში, აი ღმერთო რა ტუტუცობაა და რა ისა სხვა საქმე არა გაქვთ ხალხო. სხვა საქმე არა გაქვთ. არ უნდა ნახე. შენინება? ეს არის დარაჯი გოგოებო ბიჭებო. აი ეს სუშნასწი რო ჩამოვიდა თავიდან. კალდუნები, ვეძმები, კალდუნიები. იყიდიან ამ წიგნებს ინტერნეტში რაღაცას წაიკითხავენ, გაიგებენ და მოკლედ მასტერები გუნიათ თავიანთი თავები. კარგით რა, არ გცხვენიათ, ამაზრზენები ხართ რა, ამაზრზენები. დაგვანებეთ თავი რა, შეეშვით ჩემ გამომწერებს, რომ დაგვაცადეთ, რომ ხალხმა გამოისწოროს ცხოვრება, ისედაც ასეთი სიბოროტე მძვინვარებს, ისეთი დრო გვაქვს მოსული, ხო? რომ დედა შვილს არინდობს და შვილი ძმას და ასე შემდეგ და კიდე ესა? ნუ არ ვიცი რა. მე კი ვიცი, მაგრამ ეს საბერძნეთიდან ერთ-ერთი მონასტრის სანთელია, მეგობრებო. მივეხმარები, რომ აეწვას. ოი, ამაღამ რამდენი ვერ დაიძინებს. ხელი შეეშლებათ უკვე, ხელი. რაც არ უნდა ეცადოთ, ამას ვერ გატეხავთ ჩემ წინააღმდეგ, გიცოდეთ. ეს რაც კადრში ჩანს, ეს საჭიროა ჩემი გამომწერებისთვისაც, თორე დანარჩენი, ხო? ეს თქვენზე ეს რუნები არ იმოქმედებს თქვენზე. აჰა, წავიდა, ბუმერანგი წავიდა. ნახეთ, წრიულად მოდის, წრიულად იკვრება, ხედავთ? აი როგორც ესე იგი ზაკალცოვკა აქვს, მეგობრებო. სანთლები როგორ ჩხუბობენ. მეგობრებო, აქ რა ქვია, აქ კი არა და უნდა მეთქვა მიხარია რომ ბიჭებო გააქტიურდით და აი ძალიან ბევრი მყავს დიაგნოსტიკაზე, პირად იმაზე ჩართვაზე
ყოჩახთ, აბა რა გამოისწორეთ ცხოვრება, მაგრამ თხოვნა მექნება, რომ არ დამირეკოთ რა, მე რომ ნომერს გიტოვებთ ხალხო, იმას ხო არ გიწერეთ, დამირეკე. რას გწერთ, რომ მომწერეთ WhatsApp-ზე ამ ნომერზე, ხო? მომწერეთ და თქვენ მე მირეკავთ, რატომ? სიტყვა დარეკვა და მოწერა, ხო, მომწერეთ, ხო, განსხვავდება გოგოებო ბიჭებო, ხო? თხოვნა იქნება, რომ გაითვალისწინოთ და კიდე მეორედ მინდა გთხოვოთ, რომ ესე იგი მე მხოლოდ ზარს ვპასუხობ, როცა ჩაწერილი მყავხართ. მე ისე თქვენ არავის არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ყველას თავისი დრო გაქვთ, მე ჩემი დრო მაქვს, მე არ მცალია ესე სალაპარაკოთ, ის კი არა ძლივს გპასუხობთ ხოლმე SMS-ზე. ისიც გთხოვთ, რომ ან ბევრი რომ წერს ბევრს, იმას გეუბნებით ხოლმე, რომ არ წამიკითხია, იმიტომ რომ არ მაქვს, რეალურად არ მაქვს დრო. არ წამიკითხია, აი მომწერე 2 სიტყვით, რა ხდება, ან ჩაეწერეთ, მიხვდით ხო? და ნუ მომწერთ ამ ხელა იმას. ბევრი მეებს ნუ მომწერთ, ვერ წავიკითხავ ხალხო, არ მცალია. სად მაქვს იმის დრო? მე აქ რო შემოვდივარ, მერე კიდე ხო რეალურად რიტუალებს ვატარებ და ესე იმაშვები ხო, მარტო თქვენ აქ ხო არა ვარ. ეს გავსინჯო ჩაქვრათო. კარგად იმუშავა, იცით როგორი კმაყოფილი ვარ, არა ჩაქვრა. ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ აი რა ვიცი რა, ძალიან მომეწონა და ეხა მე ხო ვიგრძენი აქ როგორ წავიდა მუშაობა, ხო? მაგაზეც ვამბობ, რომ მე ხო ვიგრძენი როგორ იმუშავა. ხო და ყველა რიტუალს უნდა უყუროთ ბოლომდე. არ რეზონირდება. რომ ვამბობ ხოლმე 3 დღე, 6 დღე, 9 დღე, 12, 13, 17 და ასე შემდეგ 40. თუ არა გაქვთ ის დღეები, იმ დროს არ დაიწყოთ, ჩაიწერეთ რველში ან ბლოკნოტში და სხვა დროს დაიწყეთ მეგობრებო. ასე ჯობია, მიხვდით ხო? ასე ჯობია. ესე უფრო ჯობია, როცა გექნებათ დრო, მერე დაიწყეთ და მერე უყურეთ. უყურეთ, კარგად, ჯერ კიდე ტივტივებს მტერი, უყურეთ. ბოლომდე დამთავრდეს. მოკლედ მეგობრებო, სერიოზული ძალებია. სერიოზული, ამაღამ ბევრი ვერ დაიძინებს რა. მაგრამ არ გამოვრიცხავრო, თქვენც ვერ დაიძინოთ. შეიძლება უფლიანობა დაგეწყოთ, თავის ტკივილი, კბილი აქ ტკივდეთ. გააჩნია ვინ რაზე გიკეთებთ, მიხვდით ხო? აი ასეთი თემაა და ვამზადებ კიდე რიტუალებს, რა თქმა უნდა და 9 ლარი იქნება გამოსასყიდი. და როგორ იცით, თქვენ თუ გინდათ ერთხელ, ესე იგი, თუ გეყოფათ, უყურეთ ერთხელ თვეში, თუ არა და 3ჯერ უყურეთ. 3ჯერ საკმარისი იქნება. და საერთოდ რეკომენდირებული იქნება უფრო
თვეში შეიძლება ისე შემოგიტიონ კიდე, ხო? მეორე თვეს ხო არ დაელოდებით, ხო? ანუ აი ამას ისეთ ის გავითვალისწინე მე რუნებში, რომ ჩართეთ უყურეთ. ერთი კვირა გავიდა, 10 დღე გავიდა, კიდე შემოგიტიეს, ჩართეთ უყურეთ, მაგრამ ამის მერე დაცვა დაიყენეთ. აქ ეხა თუ აქაც იგივეა, თქვენ თვითონ მოირგეთ, როგორი დაცვა, რას უყურებთ. აქაც იგივეა, აქ ოჯახზეც წავა, იმიტომ რომ ერთ ლოცვაში ოჯახს დაახლოებლებს გავახსენებ, მეორე ლოცვაში კონკრეტულობას. მიხვდით ხო? ორივე წავა, ჩემო კარგებო. და მოიწონეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ კი, გამოსასყიდს უკეთებთ თქვენს თავს სამყაროსთან და ჩემ ენერგიებთან, მაგრამ მოწონება აუცილებელია, რგოლი უნდა მოიწონოთ, იმიტომ რომ თუ არ მოგეწონა, მაშინ რატო უყურებ და რატო სარგებლობ? მიხვდით ხო, რატო ვიძახი ხოლმე? მოიწონეთ ვიდეო, და უფრო პლუსი დაგეწერებათ კარმაში, ჩემო კარგებო. ნუ ეხლა აქ სოკოები ვით გაჩნდა, აი კბილები მეთქი, რო ვთქვი, ცოტა მინდა გაცივდეს, არ ჩამოიღვენთოს. აი აქ უყურეთ. აი ეს აი კბილები უყურეთ, აი ეს ფესვებიანი და ესე ამოღებული კბილები, ნახეთ? ამოღებული კბილები, სოკოებიც არის გენაცვალე. აქეთ აი ნაფეხურები და აი ეს წრეზე მთლიანად, ესე იგი, ნახეთ როგორი შემორტყმული გაქვთ აქ ბევრს, შემორტყმული. ნახეთ, აქაც ზის დემონი და აი ზემოდან გაწევთ, კიდე ზემოდან გაწევთ და აქ ბევრზე ვხედავ, კაი ხანი მუშაობენ რა, მაგრამ ნუ ბევრზე გამოსდით, ბევრზე არ გამოსდით და ასე შემდეგ, ჩემო კარგებო. სამიანი ამოვიდა, რა ვიცი, თუ გინდათ რახან ეს მინიშნება, მაშინ სამჯერ უყურეთ, რახან ესე უნდა სამყაროს. კი ბატონო, უყურეთ სამჯერ. ნუ მოკლედ ან ერთხელ, ან სამჯერ და როგორც კი დაგჭირდებათ რა და ეხა ჩართეთ უყურეთ. გამივიდა ენერგიები. მეც ძალიან მიყვარხართ, მეც ასევე აი ახლა გიბრუნებთ იმ ლამაზ სიტყვებს გულით და სულით, რასაც თქვენ მე მწერთ კომენტარებში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ცხოვრება გამოგისწორდათ, გამოჯანმრთელდით, განიკურნა უმეტესობა, ხო? და აი ვცდილობ, რომ შემოგიერთდეთ და ვცდილობ, რომ მართლა ძლიერი რიტუალები ჩაგიტაროთ ხოლმე. მადლობთ, რომ აი ესე ელოდებით ხოლმე ჩემს გაშლებსაც. და რა მინდა გითხრათ, მოკლე ისინი როა შორტები რო ქვია ვიდეოს გვერდზე, ხო? წვრილი მეებს რო ვდებ ხოლმე გაშლებს. იქ სამყაროსგან იყო რაღაცა, ბევრი ნახვა იყო და რატომღაც ჩათვალა YouTube-მა, რომ აქ რაღაცა არ იყო ის მიმართულება. ესე იგი, ნუ მტრები ეს ხეიკებს ეძახიან თუ ხეიკებს, რას ეძახიან, მოიცალეს მეტი საქმე რო არ ქონდათ, ხო? ანუ აი ესე გამოჩნდებიან და წაშალეს რა და მაინც ჩავწერ მე, აი მაგის გულისთვის, აი ამაზე, ხო? ჩავწერ მე დიდ სამყაროსგან რა ბუმერანგი წაუვიდათ. იმათ, ნუ მომწერთ რა, ნინია როდის ჩაწერდა, ნინია ესე, როგორც კი დრო მექნება, ჩავწერ კონკრეტულად ამაზე თუ არა, აი მაინც ჩავწერ, მიხვდით ხო, მტრებზე, იმას რა ქვია, გაშლას. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ, სიმშვიდეს გისურვებთ და ჯანმრთელობას გისურვებთ ჩემთან ერთად და თქვენს ახლობლებთან ერთად. ნახვამდის.